წარმოუდგენელია ჩემთვის რომ თუმცა ეს ადამიანები სახეს აჩენენ მათ არსენალში სხვა არაფერი აღარ დარჩა გარდა ამ აგრესიისა და გარდა ამ წუწუნისა, რასაც ისინი პირდაპირ ეთერის მეშვეობით ხშირ შემთხვევაში კრიმინალსაც ჩადიან ხოლმე თავიანთი მოწოდებებით და ეს არის მათი ბოლო, ესე ვთქვათ, გასროლა, მოდი ამ სიტყვას ვიხმარ. მოგეხსენებათ ბატონო ნიკოლოზ, მათთვის ვინაიდან ყველა პროგრამა USAID-მა შეაჩერა, ამერიკის შეერთებული შტატებმა ოფიციალურად შეჩერებულია ეს მაგრამ მან კიდე გასარკვევია არაფერი დღეს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა რომ შეჩერებულია და არაფერი გასარკვევი არ არის და ეს არა ნუ მან სასამართლოში გაასაჩივრა მე რა ვიცი მაგრამ ვერაფერს ანუ ერთ კაპიკს ვეღარ მიიღებენ ბატონ ნიკოლოზ 3 თვის განმავლობაში მინიმუმ ანუ დანარჩენი უკვე რა თქმა უნდა ამ 3 თვის მერეთაც დარწმუნებული ვარ რომ აღარ ტრამპის ადმინისტრაციისგან ესეთი აი ბადრი პატარაია და მსგავსი ხო ვინც არიან ბაბუცა თუ მოკლედ რა სახელიც ქვია ეს ადამიანი და ძმანი მისნი ვეღარ შეძლებენ რომ საქართველოში რაიმე ფორმით თუნდაც დამხობისკენ მოუწონონ საზოგადოებას და თუ სადმე დამხობა უნდათ და თუ სადმე რაღაცა გადმოგარება უნდათ ეს უკვე თავიანთ უფლება აქვთ რომ თავიანთ სახლებში და თავიანთ სამეგობროში რაც უნდა ის გააკეთონ მაგრამ საზოგადოებას ვეღარ მოუწოდებენ რომ უნდა დაამხონ მათ ესე ვთქვათ საზოგადოება თან უნდა დაამტყონ მათ ჩვენი ქვეყანა და თან რაც მნიშვნელოვანია რომ მათ ყველანაირი გაბანკროტებული სიტუაცია აქვს ფინანსური რესურსი აღარ აქვს ანუ რითაც ისინი ძლიერები იყვნენ მათ ეს აღარ აქვს და ფინანსური რესურსი ფაქტიურად ნულის ტოლია თუნდაც ის ახლა ბოლოს ვაბანკზე რომ მოდიან და უნდათ რომ მაგისტრალი გადაკეტონ მათ ეს არის ვაბანკზე წასვლა პირდაპირ ბატონ ნიკოლოზ ეს არის ვაბანკზე წასვლა და დარწმუნებული ვარ ეხლა კიდე ეხლა როდესაც ესეთი ცენტრალურ მნიშვნელოვან ადგილებს კეტავ ან ამბიცია გაქვს რომ გადაკეტო დაგიჭერე დაბა რას გიზავი არა ჩაოლებრივ ამბავი ეხლა როგორ შეიძლება რომ ესეთი მნიშვნელოვანი ხო ღერძი რომელიც მაგისტრალი გადის და ნუ რამდენ ქვეყანას აერთიანებს საერთაშორისო მაგისტრალია ხო და ამის ესე ვთქვათ შეფერხება ყოველას წარმოუდგენელია დიდი ხნის განმავლობაში და ვინ აპატიებს ანუ ამათ მე მოუწოდებ იმ საზოგადოებას ვინც აპირებს და ბრმაიარაღად გიყენებენ თქვენ აი თქვენ მოგიწოდებთ რომ დაფიქრდით რა ისევ თქვენ დაგიჭერებთ ისე მე დედა თქვენი ინერვიულებთ მამა თქვენი ინერვიულებთ თქვენი ოჯახის წევრები ინერვიულებთ და ეს ბადრი პატარაია კი რაღაცო ბაია პატარაია და იდე შეიძლება ეგ ბადრიც იყოს რო იცოდე კაცი ხარი გამორიცხული ეგ კიდე გასარკვევია ბადრია თუ ბაია არის იმიტომ რომ ესეთი ისე იქცევენ აი წარმოგიდგენიათ ხალხო ეხლა მე და კადრი გაրա ეხლა მაგი მართლა კაი ახსენეთ თქვენ ეხლა ეს ხალი არის ეხლა შეხედეთ ერთი როგორ იქცევა ანუ იგინები და უზრდელი ხარ. აი გეუნები ესენი ხა ხალი ქართველი ხალი არ ვიცი ესე იგი ბუდიშტა ეს ბაბუცაც ეს ბოდიში და მაგათი ეს წარმომადგენლები რო ლაპარაკობენ ასეთ შეგრძნება კანალიზაციის მილი გასკდა მაგათ პირში რა ხო და ეგ ბადრი სწორი აღწერეს ეგ შეიძლება არა ბადრის ნუ ახსენებთ ისეთი კაცი საქო ერქვა მაგის სახელი რომ ბადრი პატარკაციშვილი სოვნა და ნათელი იყოს მაგრამ ეგ ისეთი ქალები არის რომ მაგათი ქალობა კიდე დასამტკიცებელია მე არ ვიცი ქალი რომელიც აი ესე უშვერი სიტყვებით იგინება ილანძღება ისვრის რა ვიცი მე არ ვიცი ესენი არიან არის საშინელება რა ხო და ამიტომ ესეთი ადამიანები ნუ დღესდღეობით სამწუხაროდ რომ აქტუალურები არიან მაგრამ ხვალ და ზეგ ესენი აღარ იქნებიან აქტუალური კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მათ ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ დღეს 21 საუკუნეში შენ რომ გამოგაცნიან ფინანსურ რესურსს ვეღარც პოლიტიკაში ივარგებ და ვეღარც არასამთავრობო სექტორში ივარგებ. ამიტომ ესენი გაბანკროტებულები არიან როგორც პოლიტიკურად, ასევე ეგრეთ წოდებული NGO-ს სექტორი. მათი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი იარაღი კიდევ ერთხელ გამეორდები დარჩა ის რომ არის აგრესია და აგრესია. სხვა არანაირი ბერკეტი არ აქვს და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ ამ აგრესიასთან ადეკვატური ეგრეთ წოდებული სამართლებრივად პროპორციული ძალის გამოყენება მოხდება.
ყოველთვის და პროპორციული ძალა ნებისმიერ ქვეყანაში გამართლებულია. რა თქმა უნდა, გადამეტება არც ერთ ქვეყანაში ისე ადვოკატებს კი მოუწევთ მუშაობა, იმიტომ რომ მე ვატყობ, რომ კიდე ბევრი შეუერთდება ამ ზიას, ამაღლობელს და კიდე იმ ადამიანებს და ყველა ირჩევს თავის გიბას, რა ქვია, ბეს. არ გინდა თქვენ თავისუფლებაზე ყოფნა, გინდა ციხეში. აბა რო გადაკეტავ. მაგას ვიძახია. თუ არ გინდათ გარეკონა, წადით აქეთ ჩაგი. სულ მაგას ვიძახი, ბატონო ნიკოლოზ, ჯობია რომ ანუ არგუმენტირებულად ვილაპარაკოთ, არგუმენტირებულად. არა თუ ის რომ ის რა ქვია, ეს ხალი როგორც საუბრობდა მწვანსისა და მწვანსისა და აი დავამხოთ და ესეთი კონკრეტული მოქმედებებით წინ ვერაზოს ვერ წავა ნებისმიერი სახელმწიფო. აი წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ მაგალითად ეს ხელისუფლება აღარ არის და მოხვედით თქვენ ხელისუფლებაში. თქვენ რომ როდესაც გუშინ დამხობისკენ მოუწოდებდით, თქვენ რომ ხელისუფლებაში იქნებით, რას ფიქრობთ? რას გააკეთებთ კარგს? ანუ რას გააკეთებთ ისე ღირებულს, რომ თქვენ მაგალითად ისტორიაში შეხვალთ როგორც რაღაცა აღმაშენებლები, შეხვალთ როგორც განვითარებული, რაღაც პროგრესული ხელისუფლება, რა თქმა უნდა არ გააკეთებთ. თქვენ რომ მოხვალთ, თქვენ იქნებით რევანშისტები. მაგაში ქვია რევანშიზმი, რომ სისხლით წყურიათ რომ მოხვიდეთ და აი ნახე შენ რას გიზავ, ნახე ამას რას ვიზავ, ნახე ამას როგორ დავიჭერ, ნახე ამას როგორ მოვკლავ. აი ეს იქნება თქვენი მთელი იდეოლოგია, სხვა არაფერი არ იქნება. და იქნება შოუები, როგორ იჭერთ ხალხს, როგორ კლავთ ხალხს, როგორ დებთ გვამებს, თაიმებზე, რა ქვია, სახურავებს და ასე შემდეგ. იგივე იქნება. თქვენი მოსვლა როგორ შეიძლება ხელისუფლებაში, ეს ხო წარმოუდგენელია. ამიტომ გონსმოდით მიმართავ იმ საზოგადოებას, რომელიც მათთან არის, ნიკოლოზ, მათთან სამუშაოა, იმიტომ ისეთი საზოგადოება დგას, რომელიც ბრმაიარად აიყენებენ. როგორ შეიძლება მაგისტრალი გადაკეთონ? წავიდნენ, აბა თვითონ ან თავიანთ შვილებმა გადაკეთონ მაგისტრალი.